გამოიწეროთ არ. უსიერი ტყისა მეფო, ბედნიერი ქვეყანა. მას ჭკვიანი მეფე მართავდა, მაგრამ მისი ვაჟი უხასიათო, უჟმური, სასტიკი იყო. ყველაფერი ჩუყვარდა. განსაცდელში ჩავარდნილი გოგოების გადარჩენა, მაგრამ მეფის ვაჟს მხოლოდ ნაჯირობა მოსწონდა. სადაც ფეხს დაადგამდა, ყველაფერს ანადგურებდა. ირმებს, შლებს, ფრინველებს ათეულობით ხოჩავდა. ყოველდღეს ანადიროდ დადიოდა და დღეებში ცხოველები შემჩირდა. ამიტომ გლეხებმა უმოველი უფლისწული შეარქვეს. ის დადოქარს მობერს და მისი თავგაშულობა. თქვა უნდა ვასწავლო, ჩაიფიქრა. ერთხელაც ცხენი ჭიხვინი და ძაღლების ყეფა მოესმა და თურმე იქვე უფლისწული ნადირობდა. უფლისწულმა ირემი დაინახა. აიო შვილი ის არის და დაუმისმა. ტყის ძადოქარმა მათხოვრის ჯონჯები ჩაიჭვა. მივიდა უფლისწულთან და შევედრა. გემუდარები ამ მოკლა ჩემი შველი. შველი ტყეში დაწლილი ვიპოვე და მას შემდეგ მე ვუვლიო. აქედან გამეშალე, უთხრა უფლისწულმა. მოვიდა შვილდი და ისროლა. შველი ანგარჯერეულდა, მაგრამ სანამ ის არის მოხვდებოდა, შვენიერ გოგონად გადაიქცა. ის არის ხარში მოხვდა და ჯიშ დაეჭა. უფლისწული აღელდა. თქვენ ვინ ხართ? ითხრა დადოქარ. მე უშიერი ტყის დადოქარი ვარ. დამეხმარე რომ ეს გოგონა გადავარჩინოთ. ვითომ რატომ უნდა დაგეხმაროთ? რომ არ დაგეხმაროთ, მოკვდება. კარგია უფლისწულო, არ მითხრა რომ გებრალება. უფლისწული გოგონა დაადგერდა. გოგონა ლამაზი იყო. უფლისწულს შეეჩუდა. ძადოქარმა ტაში დაუკრა და გოგონამ მაშინვე თვალი გაახილა. წამოდგა და ჭრილობად მოურჩა. უფლისწულმა დააპირა მისთვის სიყვარული აეხსნა, მაგრამ ქალიშვილი მაშინვე შვილად გადაიქცა და ტყეში გაუჩინარდა. უფლისწული დადოქარს მიუბრუნდა. ეს რა ძადო გააკეთე? ეხლავე დამიბრუნე გოგონა, თორე არ ვიცი რას გიზამ. შენ მემუქრები, სამწუხაროდ ხედავ, შენი გული არ არის კეთილი. ეს გოგონა ჩემი ნათლულია, მაგრამ შენ მისი ღირსი არ ხარ. ამიტომ ტყეში იხეტიალებ. სანამ ნამდვილი რაინდივით კეთილი არ გახდები. ამით თქმა იყო და დადოქარი გაუჩინარდა. უფლისწული მარტო დარჩა. 100 ღამე და 100 დღე დაეხეტებოდა ტყეში. თავიდან გაბრაზებული იყო, მაგრამ მერე დაფიქრდა თავის აქციელზე და თავის დადასაულს ძალიან ნანობდა. გაზაფხულის ერთ დილას, როგორც იქნა, დღიმლი და კარგ ხასიათზე გაიღვიძა. მის წინაშე ის გოგონა იდგა და უეიბოდა. უფლისწული და გოგონა ბედიერას ცხოვრობდნენ და როცა მეფე გახდა, სამართლიანად მართავდა ქვეყანას. ბაი ბანანა! გამოიწეროთ არ.